მარნეულში ქართული ოცნების კანდიდატი საკუთარი პარტიის რეკომენდაციას არ ითვალისწინებს და კანდიდატურის მოხსნაზე უარს ამბობს. ქართულმა ოცნებამ იმის გამო, რომ ნაციონალებმა ვერ შეძლონ ეთნიკურ ნიადაგზე დაპირისპირების გამწვავება მიიღო გადაწყვეტილება მარნეულში კანდიდატურა მოეხსნა. თუმცა როგორც ჩანს, თოფჩიშვილი პარტიული დავალების შესრულებას არ აპირებს. გამგებლობის კანდიდატი ქართული ოცნებიდან წინასაარჩევნო კამპანიას დღესაც ჩვეულებრივად განაგრძობდა. პოლიტსაბჭოს რეკომენდაციას გაეცნო, თუმცა არ იზიარებს. მარნეულში ქართული ოცნების გამგებლობის კანდიდატი წინასაარჩევნო კამპანიას განაგრძობს. თოფჩიშვილი ამბობს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში ის კვლავ ქართული ოცნების სახელით მიიღებს მონაწილეობას. მე ჩემს მრავალ ეროვან, მრავალ რიცხოვან ამომრჩევლებს, აზერბაიჯანელებს, ქართველებს, სომხებს, ბერძნებს, რუსებს, უკრაინელებს, აქ ვინც არიან და იდგნენ ეს დღეები ჩემს გვერდში, მე ვერ ვღალატებ და მათთან ერთად გავაგრძელებ ბრძოლას საბოლოო გამარჯვებამდე. გამგებლობის ქართულ კანდიდატს კოალიციის პოლიტსაბჭომ ოპოზიციური პარტიების ეთნიკურად აზერბაიჯანელი კანდიდატების სასარგებლოდ საკუთარი კანდიდატურის მოხსნა გუშინ გვიან საღამოს ურჩია. რეკომენდაციის წერილობით გავრცელებიდან რამდენიმე საათში მერაბ თოფჩიშვილი და მისი მხარდამჭერები კოალიციის ცენტრალურ ოფისთან შეიკრიბნენ. დღეს კი პროტესტი უკვე მარნეულში გამოხატეს. Он очень культурный, уважаемый человек. ის ძალიან კულტურული და პატივცემული ადამიანია. ძალიან კარგად იცნობს აზერბაიჯანელებს და ყველა მათ პრობლემას იზიარებს. ყველანაირად მხარში უდგას ჩვენს ერს. სწორედ ამიტომ ვუჭერ მხარს მერაბ თოფჩიშვილს. ჩვენთან მარნეულში ეთნიკური საკითხი არ დგას და არ დადგება, რადგან ხალხს ჯერა მერაბ თოფჩიშვილის. ის ყველანაირად გვერდში უდგას როგორც აზერბაიჯანელ, ისე ქართველ მოსახლეობას. მე აზერბაიჯანელი ვარ, თუმცა ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა გამგებელი ქართველი იქნება თუ აზერბაიჯანელი. ცესკოს მონაცემებით მარნეულში გამგებლობისთვის ეთნიკურად აზერბაიჯანელი 3 კანდიდატი იბრძოლებს. მათ შორის აკმამედ იმამკულიევი ნაციონალური მოძრაობიდან, რომელმაც არჩევნებში მონაწილეობის უფლება სასამართლოს გზით მოიპოვა. იმამკულიევი ამბობს, რომ არჩევნებში გადამწყვეტი მნიშვნელობა კანდიდატის პროგრამას აქვს და არა ეთნიკურ წარმომავლობას. ეთნიკურ ნიადაგზე საფრთხეს ეგ არ არსებობდა და არც არის დღეს და არც იქნება ხვალ, რადგან ჩვენ ყველანი ვართ საქართველოს მოქალაქეები და ჩემი აზრით არანაირი პრობლემას არ ვხედავ იმას, რომ ეთნიკური ნიადაგზე რაღაცა საფრთხე გქონდეს. მარნეულში არჩევნების დროს ეთნიკურ ფონზე დაძაბულობას არ გამორიცხავს არასაპარლამენტო ოპოზიციის სიის პირველი ნომერი ისლამ ახუნდოვი და მთავარ მიზეზად ოპონენტების არასწორ პოლიტიკას ასახელებს. რაღაც უფრო თამაშს გავს. ხან ახმედის კანდიდატურა დაბლოკეს, ვიღაცა მოჩივლა, ხან თოფჩიშვილზე თქვეს, გასაკეთებენ ვერ გავიგე რა. ამორალური, ასე ერთი სიტყვით აფასებენ ნაციონალურ მოძრაობაში ქართული ოცნების მიერ გავრცელებულ განცხადებას, სადაც პოლიტსაბჭო კანდიდატს რეკომენდაციას აძლევს ეთნიკურ ნიადაგზე დაპირისპირების პროვოცირების თავიდან ასაცილებლად კანდიდატურა მოხსნას. განცხადებაში იმის აღნიშვნა, რომ მათ ეთნიკურ უმცირესობის წარმომადგენლებს მისცეს საშუალება იყვნენ არჩევნებში, ეს ამორალურია და სხვა არაფერი. არსებობდა მაღალი რისკი პროვოკაციების. და ჩვენ არ მივეცით საბაბი არ მივეცით მიზეზი ნაციონალურ მოძრაობას რაღაც ხელახალი პროვოკაცია წამოიწყო ამ რაიონში. მარნეულში სახიფათო თამაშის აღკვეთა, ასე შეაფასა პრემიერ-მინისტრმა პოლიტსაბჭოს რეკომენდაცია. რჩება შთაბეჭდილება, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა ჯერ არ იცის თავად კანდიდატის გადაწყვეტილება, მაინც ჩაერთო საარჩევნო მარათონში. არასამთავრობო სექტორი კი ფიქრობს, რომ ახლა მთავარი სიტყვა თავად კანდიდატზია. მან ოფიციალურად უნდა მიმართოს ცესკოს, ეს არის მოთხოვნა და ამასთან ერთად, როგორც იცით, მისი სახელი და გვარი მაინც იქნება აღნიშნული ბიულეტენში და ჩვეულებრივად მის მომხრეების, ანუ რაოდენობას მიიღებს მხარდაჭერების, ეს ყველაფერი დათვლილი იქნება ცესკოს მიერ. ამიტომ ჯერჯერობით ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ფორმალობა. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ იმის მიუხედავად მოხსნის თუ არა თოფჩიშვილი კანდიდატურას, ის კანდიდატა ჩამონათვალში მაინც დარჩება და 15 ივნისს მისთვის მიცემულ ხმებს ჩვეულ რეჟიმში დაითვლია.